მშვიდობისა ყველას მოგესალმებით. დღეს ხუთშაბათია 21 ნოემბერი. მთავარანგელოზობა ყველას გილოცავთ. გამორჩეულ დღეს ზეციური ძალები შეგვეციოს ჩვენ ქვეყანას თელსოფლიოს. მადლობა რომ გიყურებთ, გვისმენთ და ვიწყებთ გადაცემას თქვენთვის ხაზია. მეც გილოცავთ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მოგესალმებით და საეკლესიო კალენდარი ვნახოთ, ვიდრე გადაცემის ანონსს გაგაცნობთ. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღობთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. 21 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის და სხვა უხორცო ძალთა კრებას. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. კიდევ ერთხელ გელოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, როგორც საეკლესიო კალენდარიდან შევიტყვეთ და მოვისმენეთ დაიცის ხადია მაყურებელმა. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მთავარანგელოზობას, ანუ მთავარანგელოზთა მიქაელის და გაბრიელის და სხვა უხურცო ძალების კრებას და სწორედ დღესასწაულთან დაკავშირებით იქნება ჩვენი სტუმარი, სამების საკათედრო ტაძრის ველსახური არქიმანდრიტი ივანე მჭედლიშვილი. ასევე გეტყვით, რომ ზე გიორგობას სამების საპატრიარქო ტაძარს აქვს ერთგვარად დაბადების დღე 20 წელი შესრულდა ამ ტაძრის კურთხევიდან. და დღეს მოგესწრებათ ლავრა შერი ილია წინასწარმეტყველის ტაძარი და ამ დღეს იკურთხა ეს ტაძარი, ანუ დღეს ამ ტაძრის დღესასწაულია და მოკლედ ცხადია ყველას გელოცავთ და მოძღვარი ისაუბრებს ამ მნიშვნელოვან თარიღებზე ჩვენს ეთერში. შავი შაშვი ჩიოდა, ასე ქვია მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელზეც რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე მუშაობს და იგი ეძღვნება ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს ანზორ ერქომაიშვილს. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება სტუმარი, თავად ბატონი რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე. თავისუფალი თეატრი და მათ შორის მეც მიმყოფებოდით იტალიაში, ჩვენს ჰქონდა საუბარი ჩვენს ეთერში, რომ დავაარსეთ ერთგვარად ქართული კულტურის ცენტრი ბარიში და ბარიში და რომში ჰქონდა სპექტაკლები. რომში სამრევლოს წინამძღვრს არქიმანდრიტ ივანე ხელაიას მიწვევით იმყოფებოდით. ძალიან ემოციური იყო ცხადია ჩვენს ქართველებთან შეხვედრა და უფრო ცლად ამ სპექტაკლებზე, ამ მოგზაურობაზე მოგვიყვებით სიუჟეტში, რომელიც მომზადეთ ჩვენი ტელევიზიის პარკლებში. საბავშვო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი ოქროს პეპელა იწყება. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება სტუმარი ფესტივალის დამფუძნებელი ბატონი რეჟისორი ირაკლი ჯავაშვილი, რომელიც უფრო ცლად და დეტალურად ისაუბრებს ამ ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ. და ანსამბლი ახალი ხმები საახალწლო რეპერტუარზე მუშაობს. გეტყვით, რომ ანსამბლი ახლად დაფუძნებულია, ახალი ხმებით ალბათ ამიტომ ქვია. გადაცემის მსვლელობისა შემოგვიერთდებიან ანსამბლის წევრები და გარდა იმისა, თუ რას ფიქრობენ, რა გეგმები აქვთ, როგორ დაარსდა, ცხადია მუსიკალური ნომრითაც გაალამაზებენ ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ასე რომ გვიყურეთ, გვისმენთ, დარჩით ჩვენთან ერთად. მანამდე ამინდი მოვისმინოთ, საკმაოდ ნისლიანი ბურუსიანი ნაცრისფერი ამინდია შემოდგომა ზამთარს რო შეეფერება, მაგრამ არც ისე ცივა სხვათა შორის. ეს შენთვის მე მკითხი, აბა. მოკლედ როგორი ამინდია ვნახოთ დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დილის გადაცემას. მადლობა რომ გვისმენ. დღეს გიცით რომ მთავარანგელოზობა ყველას კიდევ ერთხელ გელოცავ და მნიშვნელოვან თარიღზე სასაუბროთ, ამ მნიშვნელოვან დღესასწაულზე სასაუბროთ შემოგვიერთდა. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. დილომშვიდობისა მამა იოანე დაგულოცავ და გელოცავ მთავარანგელოზობას. მოგესალმებით, ვილოცავ სრულად საქართველოს და ყველა მართლმადიდებლოს მთავარანგელოზობის დღესასწაულს. თქვენ წირვიდან მობრძანდებით, ცხადია, დღეს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა, ზოგან ახლა მიმდინარეობს, ზოგან ცოტა ხანში დაიწყება, გამორჩეული დღესასწაულია, მიქაელის და გაბრიელის კრება და სხვა უხორცო ძალთა, ესე იგი, დღესასწაულია. რას ნიშნავს მთავარანგელოზობა, რას აღნიშნავს დღეს? მთავარანგელოზთა ეს დღესასწაული მე-4 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა კრებამ დაადგინა, რომ ანგელოზთა თაყვანისწემა, ოღონდ სწორად იმიტომ რომ იმ პერიოდში ადამიანებს უკვე ღმერთად მიაჩნდათ ზოგიერთ ადამიანს და შესაძლებელი იყო რაღაც ესეთ სექტებიც კი ჩამოყალიბებული იყო, რომ ანგელოზები გაეღმერთებინა და აქედან გამომდინარე დოგმატური სწავლება მიიღო ეკლესიამ, თუ ვინ არიან ანგელოზები, რა არის მათი მოვალეობა, რომ ისინი ქმნილებები არიან ღვთისა და სიმბოლურია ისიც რომ თარიღიც კი სიმბოლური არის ამ დღესასწაულის აღნიშვნისა, რომ იმ პერიოდში მარტში იწყებოდა ახალი წელი და ნოემბერი არის მე-9 თვე, ანუ 900 და მე-9 თვე. თვითონ აი დღევანდელი დღე 21 ნოემბერიც არ არის 21 ხო ეკლესიური გაგებით 8 ნოემბერია და ეს არის მერვე დღე, როდესაც უნდა განიკითხოს უფალმა ადამიანებმა, ანუ თვესაც და რიცხვსაც აქვს განსაკუთრებული სიმბოლური დანიშნულება და უკვე მრავალი საუკუნეა ეკლესია აღნიშნავს ამ დღესასწაულს და ადამიანებს აქვს შესაძლებლობა რომ მთავარანგელოზობა აღნიშნონ. ვინ არიან? აი თქვენ ბრძანეთ რომ მიიღო მე-4 საუკუნეში კრებამ დადგენილება იმის შესახებ თუ ვინ არიან ანგელოზები და აი რაღაც ისეთი განმარტება ანგელოზის ტერმინოლოგიური განმარტება არის მაცნე, מחარებელი, ჩვენ ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაში ძალიან ბევრი შემთხვევა შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ყოველ წმინდა ღვთისმშობელს ეცხადება გაბრიელ მთავარანგელოზი და ახარებს მესიის მოვლენებას, ასევე მანამდე ზაქარიას. წმინდა ზაქარიას ძველ აღთქმაში ისუნავეს ძეს, მსაჯულებს, უამრავ განხდება ანგელოზთა ესეთი מחარებლობა, შემწეობა, რომ ადამიანი განამტკიცოს და გააძლიეროს და ახაროს და აქედან გამომდინარე ესენი არიან ერთგვარი შუამავლები ჩვენსა და ვერთ შორის. შუამავლები უხილავი სამყაროს ევრნი და რომლებიც გამწყვლად ადიდებენ უფალს. კი ბატონო. ჯამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველს ყავს ჩვენი ანგელოზი, ჩვენი ფავრელი ანგელოზი, ხო? ხოთაშორის ისეც არის ხოლმე ესე რაღაცა ტერმინიც არის, როცა დავუშვათ აი იოანე აღენიშნება გიორგობა, ჩვენი ანგელოზის დღე ესე ვარქმევთ, ხო? ყოველი წმინდა და როცა ადამიანი ინათლება, ყოველს თავის ანგელოზი ენიჭება. თუმცა ანგელოზებში არის დასები, არის საფეხურები, არის იერარქიები, ხო? ანგელოზები, მთავარანგელოზები, ხედრობანი, სერაფიმები, ქერუბიმები. აი აქაც ამაზე, იმიტომ რომ რაღაც გამომარტოთ კიდევ ერთხელ ანგელოზების თუნდაც ეს იერარქია და ანგელოზებისადმი ჩვენი ერთგვარი პატივისცემაც, თაყვანისცემაც და არის ხოლმე ლოცვები, რომ განგვეშოროს ჩვენი ანგელოზიო და ანგელოზი ასევე მიგვაცილებს და იქ შემდგომ განკეთვით რომ აი ყვება ჩვენ საქმეებს. რა თქმა უნდა 900 არის ანგელოზ და ყველაზე ახლოს უფალთან ქერუბიმები და სერაფიმები და ესე იერარქიულად მოდის და მე-900 არის ანგელოზები და სწორედ ანგელოზთა დასიდან მოხდა დაცემაც. დიახ. სატანისა და იმ ანგელოზებისა. და ეს მე-900-ის ანგელოზები არიან საეკლესიო სწავლების სწორედ ისინი, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობენ ამ מחარებლობით და აქედან გამომდინარე ყველაზე ახლოს ყოფები ადამიანებთან. ეს 900-დან გამომდინარე. ასევე სახელდებითად ვიცით, რომ არის მთავარანგელოზი მიქაელი, გაბრიელი, ვარაქიელი, ურიელი, რაფაელი და ასევე არის რომ ყოველდღიურად აქვს ეკლესიას დადგენილი ლოცვები, მაგალითად ორშაბათს მთავარანგელოზი მიქაელი და ესე მიყვება მთელი კვირის განმავლობაში. ყოველ დღე შეგვიძლია თითოეულ ანგელოზს თხოვოთ შემწეობა წინაშე ღვთისა. კონკრეტული ლოცვით, სად? დიახ, და კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვინდა დღეს ჩვენ რომ ვისაუბროთ. 23 ნოემბერი გიორგობის დღესასწაული არის სამების საპატრიარქო ტაძრის გახსნის დღე და 20 წელი სრულდება. წელს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენიდან აი როგორ კარგად მახსოვს გახსნის დღე. მე ძალიან კარგად მახსოვს, რამხელა სიხარული და ამინდი გავს, ესეთი ამინდი იყო დაახლოებით კი და ესეთი ამინდი იყო. და კახა შენ აღნიშნე ანონსში რომ დღეს არის ასევე ლავრაში მდებარე ელეწინასწარმეტყველის ტაძრის კურთხევა. ორ დღით ადრე ეკურთხა, მეუფე დავით ალავერდელმა აკურთხა და
და ვესწრებოდი მახსოვს თავარანგელოზობას იკურთხა 4 დღით ატირდა უკვე 23-ში იკურთხა სამების ტაძარი. დიახ. მამა ივანე, თქვენ ბრძანდებით გახსნის დღიდან სამებაში, ხო? მსახურობთ. ხო, ნუ ეხლა მრევლი რო გაიხსნა უკვე იქიდან ვარ და როგორც მრევლი ბრძანდებოდით დღეს და მაგრამ ძანწევრი ხართ ლავრის ფაქტობრივად როგორც მრევლი და შემდგომ უკვე მონაზონი. გახსნის დღიდან ფაქტიურად ეს 20 წელია, მადლობა ღმერთს, ჩვენს უწმინდეს. მადლობა რომ ასე დიდებული ტაძარი გვაქვს და შესაძლებლობა გვაქვს რომ ყოველდღიურად ამ დიდებულ ტაძარში შევიდეთ, ვილოცოთ, მადლი მივიღოთ. განსაკუთრებულია მართლაც ეს ტაძარი და მახსოვს ერთ-ერთი მღვდელმთავარი, აღნიშნავდა გარდაცვლილი მღვდელმთავარი, ძალიან ესეთი დიდი ხნის მღვდელმთავარი, რომ უწმინდესმა ბრძანა რომ ვაპირებთ ეს რა პერიოდი, 90-იანები, ნუ ჩვენი ბავშვობა. არავის არ სჯეროდა. გვახსოვს, ნუ ტაძარი კი არა, ჩაის საშუალება არ იყო და გაზეთ და ფიქრობდით რომ ეთყობა უცნებობს და ეხლა არ უთხარეთო. მე რომ მივედი საგნახეთო საძირკველი ვფიქრეთ რომ ამის ამოსება ეთყობა ძალიან უცნებობს უწმინდესი იმიტომ რომ აი ამას აშენებენ რა ამოაქვს რომ საძირკველსო და მე მგონი მარტო უწმინდეს ეჯერა რომ ეს აშენდებოდა ღვთის შეწევნით და სამების შეწევნით და მართლაც მოხდა საოცრება და იმ დროში როცა თითქოს ძალიან რთულ მდგომარეობაში თითქოს კი არა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით აი ამ პერიოდში დაიწყო რა თქმა უნდა ბევრი ადამიანის დახმარებით მთავრობის და ხელისუფლების შეწევნით აი აშენდა და დამშვენდა და როგორც პატრიარქმა ბრძანა ეს არის ქართველი ადამიანის ავტოპორტრეტი, რომელიც გვირგვინად ადგას, ხო? უნიკალური დიდებული ტაძარია და აი სწორედ გიორგობას ჩვენთვის გამორჩეულ დღესასწაულს 23 ნოემბერს ბორბალდი წამების დღეს იკურთხა და შედგა კურთხევა. თუმცა მანამდე მახსოვს სობა რო დღებოდა 2000 წელი იყო მაშინ იყო პირველი დიდი წირვა და უკვე ეს დიდი სიხარული იყო. აი საძირკვლის გახსნის დღეც მახსოვს ჩვენ უბრალოდ კურთხევის დღე ქვებზე წარწერებს ვაკეთებდით და განსაკუთრებული ეს ტაძარი 20 წელი ძალიან ისეთ სიმბოლური და ლამაზი თარიღია და ძალიან ბევრი რამე შეიძლება თქვა დღევანდელ დღეს რა კეთდება რა ხდება ტაძარში არის საკვირაო სკოლები არსებობს ჯერ პირველ რიგში მონასტერია და 50-მდე წევრი ცხოვრობს ამ მონასტერში მამათა მონასტერი დაახლოებით 30-მდე სამღვდელო პირია რომელიც ემსახურება თბილის მამა ილია ნასიძე 20 წელია რაც ტაძარი გაიხსნა, წინამძღვრად დანიშნა მის მოუწმინეს მოადგილედ და წინამძღვარი მონასტრის. დიახ, დანიშნა მის მოადგილედ და ესე 20 წელია ეს მონასტერი უკვე რაც იკურთხა მანამდეც იყო უკვე ბერები მანამდე ცხოვრობდნენ და უკვე მრავალრიცხოვანობა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მონასტერია. გახსნის დღეს როგორ იხსენებთ თქვენ? მაშინ ბრძანდებოდით ალბათ 19 წლის დაახლოებით, ხო? ესე გახსნის დღეს სიმართლე გითხრათ, იმდენი ხალხი იყო, რომ დაახლოებით ესე ვერ შევედი იმ დღეს, მეორე დღიდან უფრო შევედი. იმდენი ხალხი იყო, მე აგზები იყო დაკეტილი მახსოვს. ანუ ბევრი ხალხი იყო და იმ დილით ცოტა რთული იყო მოხვედრა, ხო? მე წავედი, მაგრამ მეორე დღიდან უკვე ფაქტიურად ის დღეები ასე მიყვა ესე იგი ვემზადებით განსაკუთრებულად ველოდებით მის უწმინდესობას მსახურებაზე იქნებიან პატრიარქის ნათლულები მგალოველთა გუნდით ჩვენი გუნდი და შევეცდებით რომ ასე დიდეო როგორც ეკადრება ჩვენს ტაძარს როგორც ეკადრება დღესასწაულს ესე შევეგებო. ერთგვარად თქვენ ვთქვათ დღესასწაულია ტაძრის, იმიტომ რომ ცხადია ეს ყოვლადწმინდეს სამების სახელზეა, მაგრამ ტაძრის კურთხევის დღე ეს არის ტაძრის დაბადების დღე, ტაძრის განახლების დღე შეიძლება კადრის აი როცა ცხადია ტაძარში როცა შენდება შეიძლება ლოცვა, მაგრამ კურთხევის დროს ენიჭება სხვა მადლი, სულიწმინდის მადლი გადმოდის, მირონი ეცხება ტაძარს, ანგელოზი ევლინება და ტაძრის დღესასწაულია ფაქტობრივად. თან კომპლექსში ჩვენთან 13 ტაძარია. კი, ეს არის ლავრა. კიდე 12 ტაძარი და უმეტესობა ტაძრებში არის ყოველდღიური მსახურება. ნუ ასეულობით წირვა აღესრულება თვის განმავლობაში ლავრაში. კი, ესეც მნიშვნელოვანია, რომ გადანაწილებული აქვს. მსახურებები, ღამისთებებია, დილას იწყება, სხვა საათებშია, ცენტრალური წირვა ცხადია, ეს არის მთავარ ტაძარში. თქვენ ბრძანით მამა ილია, რომ ამ წლების მამა იოანე, რომ ამ წლების განმავლობაში მამა ილია რო ახსენეთ, უცებ გადავედ. ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მთავარი აქ არის ღვთისმსახურება და უამრავი სხვა საქმეა. პატრიარქის კურთხევით, საკვირაო სკოლა იქნება, მათ შორის ჩვენ მქონდა სიუჟეტიც, აი
მათთვის უჭირთ თქვენ ფოსადილი თუ მასპინძლებით, უამრავი საქველმოქმედო, სადაც აი ტასაცმელი თუ აირგდება, არის ახალგაზრდული ცენტრი, იმართება შეხვედრები, კონფერენციები, ჩვენებები, ფილმის განხილვები, შეხვედრები, იყო პერიოდი, რომ პატრიარქი ხშირად ადიოდა, ხვდებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, აი ამ კუთხითაც, აი ლავრის მნიშვნელობაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ ტაძარი, ეს ერთგვარად სულიერ კულტურულ საგამომცემლო საქველმოქმედო ცენტრია. ერთ-ერთი განსაკუთრებული ეზოა და ბაღი ჩვენ და მებაღეობა დეკორაციის კოლეჯი დედათეკლასაც მართავს და ესე ძალიან დიდებულია ეს ყველაფერი ერთიანობაში კომპოზიციურად. მართლა ასობით ბავშვი არის ასწავლიან ფოლკლორულ სიმღერებს, ასევე ხეზეკვეთა, ქარგვა, უამრავი სხვა ისეთი რამ, რაც საეკლესიოა და ადამიანებს სულსაც სჭირდება და ხორცსაც. დიახ. მამა ივანე, აი საქველმოქმედო პროექტების შესახებ ჩვენ გვისაუბრია, სიუჟეტებიც გავუკეთებია, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ მოგვიყვეთ, აი კონკრეტულად აი რას გულისხმობს თუნდაც ეს სატრაპეზო, სადაც უმასპინძლდებით შეჭირებულ ადამიანებს ასევე არსებობს საქველმოქმედო მაღაზია, ასე ვთქვათ, ხომ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიიტანონ ტანსაცმელი და ვთქვათ, ვისაც ეს სჭირდება, მათ უკვე უსასყიდლოდ წაიღონ. აი რომ მოგვიყვეთ ამ ყველაფრის შესახებ. ხო, ეს უკვე ფაქტურად თელმა თბილისმა ეცის და კიდევ ერთხელ შევახსენე ტანსაცმელებთან დაკავშირებით, უკვე მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მრავალი წელი არსებობს და ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მივიდნენ, შეარჩიონ მათთვის შესაბამის სამოსი, წაიღონ ოჯახის წევრებსაც არ მხოლოდ სამოსი მე მგონი, ხო? ასევე საყოფაცხოვრებო მოიტანენ ადამიანებს და ასევე თხოვენ ადამიანებსაც. კი, ჩვენი მრევლის წევრები კი მოხალისეებით, შემართებით ამ ყველაფერს დიდი სიხარულით აკეთებენ და რასაც მოიტანენ სხვა ადამიანები, რაც შეიძლება მათ აღარ ჭირდებათ, მაგრამ გამოსადეგია. საყოფაცხოვრებო ცხოვრებო ნივთია თუ ტანსაცმელი, იმას სხვა აუცილებლად წაიღებს. ასევე სატრაპეზო 5 დღის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არის და ძალიან ბევრი ადამიანს ვინც კი მიდის დაუპორებელი არავინ არ მოსულდება უკან. აი როგორია ხო მე ვთქვი რომ ადრესან როცა საძირკველი ამოიჭრა თქო და პატრიარქმა ბრძანა მაშინ საუბრობდნენ რომ ოცნებობს. ძალიან ადვილია ხოლმე თითქოს რა გაკეთებული შეფასება ხა დღეს ვიც გაივლის ან ახალგაზრდა ან ჩვენ შევაჩვიეთ თვალე ხა სამების ტაძარი დგას და მივდივართ ლოცულობთ მაგრამ რო წარმოვიდგინოთ რა დროს არის რა რესურსია საუბარი გნებავთ ფიზიკური გნებავთ ფინანსური ამ ხელა ტაძრის აშენება ამ ხელა კომპლექსის აშენება მაგრამ მას მერეც რაც ეს ტაძარი გაიხსნა იკურთხა ხო ჩვენ ამაზე საუბრობთ უამრავი რამ შეემატა განვითარდა გამშვენდა როგორც მატერიალურად ინფრასტრუქტურულად ასევე სულიერად ამაზეც ალბათ ვილაპარაკოთ იგივე აი მოიხატა საკურთხეველი ეს თითოეულ დღეს ძალიან რთულია ყველაფრის გაკეთება მით უმეტეს ამხელა ლავრაში ხო აი კიდე ერთხელ ვიძახი მრევლიც კი რომელიც შეიძლება ხშირად დადის და ესწრება წიროს და მიდის თითქოს ჩვეულებრივი ხდება მაგრამ ალბათ ის რაც არ ჩანს და არ არის საჯარო და ბუნებრივია ხა არ გამოვა არც ეკლესია და არც თქვენ არ ილაპარაკებთ რა კეთდება იმიტომ რომ ამას თქვენ აკეთებთ ღვთისთვის და ქვეყნის და მრევლისთვის მაგრამ ალბათ აი ამ საიუბილეო თარიღზე ვისაუბროთ რამდენი რამ გაკეთდა და გამშვენდა და თუ კარგად ვისაც ახსოვს გავიხსენებთ როგორი იყო და ახლა რა ხდება ძალიან დიდი განსხვავებაა თუმცა აქვე უნდა ითქვას რომ ეს პროცესი გრძელდება და შვენდება 20 წლის შემდეგ უფრო განსხვავებოდა და ლამაზი იქნება და პროექტი ძაგცილები დიდია ის შეწევნით ალბათ სრულად იქნება მოხატული ტაძარი რა თქმა უნდა გუმბათი რომ მოხატული ძალიან ლამაზია მაგრამ თლიანი ტაძარი რომ მოიხატება ღვთის შეწენით ესე ძალიან განსაკუთრებული იქნება პატარა ტაძრებისა უმეტესობა მოხატულია იხატება ის ილია თეზმიტელის ტაძარიც საკურთხეველ თითქმის მორჩა და გრძელდება მე გუმბათში და სხვადასხვა ხატმწერები ვინც კი არიან მუშაობენ ამ ყველა ამ ტაძრებში ასევე გამშვენდა წლების წინ სვეტებით დიდი შესასვლელიდან ეს ძალიან ისეთი მისი უწმინდესობის ესეთი ძალიან დიდი სურვილი იყო რომ ეს არის ხეივანი ერთგვარი სადაც ერთ რიგში სვეტების არის პატრიარქების სვეტები მეორე მხარეს მეფეთა და ესე ამანაც ძალიან გაამდრა და გაალამაზა და ზოგადად ყოველდღიურად ვცდილობთ რომ რაც არის ის მაინც შევინარჩუნოთ და რაც განვითარდება კიდე გვიხარია. სამების საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებულია ბოლო დროს შექმნილი ძალიან მნიშვნელოვანი ხატები და ამაზეც რომ გვესაუბროთ თუ შეიძლება. საქართველოს იმედი ასევე იმედის ხატი, რომელთანაც ყოველდღიური პარაკლისები, ღვთისმშობლის ხატი, სადაც პარასკევობით ყოველთვის ტარდება ჯანმრთელობის ხატი, პარაკლისები. ასევე და წმინდა გიორგის მუხლი არის სამებაში დაცული მადლის ქვა, ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი. სხვადასხვა სიწმინდება ასე ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ხოლმე რა მხოლოდ სიმდიდრე არის გუმბათის ქვეშ ჯვარი როდგას ეს თხოთის ჯვარი მე-4 საუკუნის
წმინდა ნინოს დავალებით შექმნილი ჯვარი, რომელიც ერთ-ერთი განსაკუთრებული სიწმინდეა ჩვენი ეკლესიაშიც, რომელშიც ჩაბრძანებულია მაცხოვრის ცხოლის ჯვრის ნაწილი. ესე ძალიან განსაკუთრებულია. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის მომლოცველი სწრაფშემსმენელი ღვთისმშობლის ხატთან და ეს ძალიან ესეთი შემწე არის ადამიანებს ყველა ხატი რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ესეთი ხატით არის ჩვენი ტაძარი ღვთისმშობელი. დამშვენებული, სადაც ადამიანები მობრძანდებიან და სულიერ შემწეობას იღებენ. ასევე თქვენ აღნიშნეთ მამა ივანე, რომ 13 ტაძარი არის კომპლექსში სულ და ერთ-ერთ ტაძარში აღესრულება მსახურება სმენადაქვეითებულთათვის, ესეც არის ძალიან სპეციალურ მათ ამბავი, დიახ, ეს დეკანოზი გიორგი კალანდია მსახურობს ამ ტაძარში და თვითონ აღასრულებს ამ მსახურებას. აი ამის შესახებაც რომ მოგვიყვეთ, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს სოციალური გვერდით დგომა ეკლესიის ერთ-ერთი ესეთი მიმართულებაა და მით უმეტეს წირვას რო ატარებ ასეთი ადამიანის სმენადაქვეითებულებისთვის, აი კარიბჭის ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ხდება ხოლმე მსახურება, ასევე ჩვენთან საწარმო არის კოდალა. დავითიანი, სადაც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები აკეთებენ ამ ქმნიან ამ ხის სათამაშოებს და ესეც ერთ-ერთი კარგი ესეთი მიმართულება ამ ხრივ რომ გვერდში დგომა არის მათი. რაც შეეხება ახალგაზრდულ ცენტრს, აი ამაზეც ცალკე რომ ვისაუბროთ, მეუღლე სტეფანე ხელმძღვანელობს და რომ მოგვიყვეთ, თქვათ, სამების კომპლექსში არის შედის ხო ეს ცენტრი. დატვირთული არის ეს დარბაზი ახალგაზრდული ცენტრის ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, ასევე საგვარეულო შეკრებები ხდება ხოლმე შაბათობით, ასევე ფილმების ჩვენება, სხვადასხვა ღონისძიებები და ძალიან ესე დატვირთული ახალგაზრდული ცენტრი ნამდვილად კი. კი ბატონო და ჩვენ ბრძანეთ რომ უკვე არსებული ტაძრებია, თუმცა საძირკველია გათხრილი და კიდე იგულისხმება რომ ტაძარი უნდა აშენდეს და ტაძრებით გამშვენდეს ლავრა. კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ტაძრიდან მარცხენა მხარეს არის სანათლო პროცესი აიაზმის გვერდით და იქ უნდა აშენდეს ტაძარი. ივანე ოქროპირის სამღვდელმთავრის არ არის. ასევე მის მოუწმინდეს მოთხოვა რომ თამარ მეფის პატარა ეგვდერიც მიაშენდეს 5 ტრაპეზი ექნება კიდევ ამ ტაძარს და შემდეგ ექს რო აშენდება 18 გამოვა. მე 18 ტაძარი შესაძლებელი იქნება რომ იმედია მალე საძირკველი ტაძრად იქცევა. ამინ. ის სად უნდა აშენებული იყოს სამება, ხო? აი ეს ადგილის შერჩევის პროცესიც ალბათ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზეც ალბათ საინტერესო იქნება საუბარი და ჩვენს მაყურებელს დაინტერესებს და ზოგადად რა შეცვალა ამ ტაძრის მშენებლობა იმ უბანში, აი იმ სივრცეში. რა თქმა უნდა, რომ ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერი ხო ერთ სიმბოლოდ იქცა ეს ტაძარი, ესე რომ ვთქვა, თბილისის საქართველოს სიმბოლოდ იქცა. ხშირად მახსოვს ხოლმე მის მოუწმინდესობამ ერთხელ კი ბრძოლ გაგვიგონია, როდესაც საძირკველი ითხრებოდა, მხოლოდ მიწა იყო და თითქოს კლდე არ ჩნდებოდა. და ვის მოუწმინდესობა აკურთხა რომ შეიძლება ღრმად ჩასვენო კლდეზე უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა შემდგომ დაახლოებით 25 მეტრის სიღრმეში პლატო აი თითქოს რომელზეც პირდაპირ უნდა დაშენებულიყო ეკლესია და ეს პლატო კლდოვანი უკვე გამზადებული იყო რომ ამ ტაძარს ელოდებოდა ძალიან ისეთი სასწაულია და ნამდვილი საოცრებაა და რა თქმა უნდა სხვადასხვა ადგილები იყო შერჩევაკეთს მოიაზრება მაგრამ ალბათ ეს ელიას მთა ნამდვილად განსაკუთრებულია და ადგას კანდელივით ანთია თბილისში სამების და ყველა წერტილიდან ჩანს ულამაზესია გვირგვინათა როგორც ქალაქიდან როცა უყურებთ ასევე სამებიდან საოცრად იშლებოდა თანაღაც წინ ეს თამამა დავითის და როგორც ვიცი ერთ-ერთი იდეა ვინც შესთავაზა მამ ბესარიონ მენაბდა იყო რომ შესთავაზა შეურჩია ეს ადგილი და შემდგომ ცხადია ბევრი განიხილავდა უწმინდესის კურთხევით საბჭო იყო საათ როგორ აფორმით ერჩეულიყო დიდი ის იყო კონკურსი პროექტი შემდგომ და შეირჩა ეს მართლა ულამაზესი მისი უწმინდესობის დაუღალაობა რომ დღეში ორჯერ სამჯერ სადიოდა მშენებლობის დროს სამი ჯგუფი მუშაობდა დღე და ღამის განმავლობაში რომ ეს ტაძარი ფაქტობრივად არქიტექტორები აღნიშნავდნენ მე ამაზე მოსმენელი მაქვს რომ მისი უწმინდესობა ხო ადიოდა და აკონტროლდა მაგრამ მისი საოცარი ნიჭი ცოდნა აი ნახაზების გარკვევი პროექტის გახსნას აი და რა როგორ და ხანდახან ეს რაღაცებს გვეუბნებოდა ამოვიდა რაღაც დეტალს რომ ფიქრობთ რომ ჩვენ ახლა რანაირად ვერ მოვიფიქრეთ და ეს პატარა ცერა დეტალი შეიძლება ცვლიდა ყველაფერს ანუ მისი ხედვა როგორც სულიერი ასევე კონკრეტულად ნახაზის და ალბათ მასალო წარმოდგენილი ქონდა რა უნდა ყოფილიყო ცხადია და ეს რაღაც ანთებული საოცარი მოშურნეობა რომ აჩილება მალე გახსნილიყო ეს ტაძარი და საქართველოს სამებისთვის მიეძღვნეს დიდებული გვირგვინი.
თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც უწმინდესი ამობრძანდებოდა მშენებლობის დროს? ისე თუ მოხდებოდი ხოლმე და შევესწარით ერთხელ მე მგონი რომ ერთხელ შევესწარ პატარა ვიყავი. ამ დღეს აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასევე სამების ზარების კომპოზიტორი, ბატონი ნოდარ მამისაშვილი, ხომ, რომელმაც ესეთი საოცარი ხმოვანება დაგვიტოვა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამების ზარების გუგუნიც ერთ-ერთი ის არის, ხო? ძლიერი გუგუნია და ეს ის თელთვილის ნამდვილად ძალიან განსაკუთრებული და ასევე ეს ზარები ყოველდღიურად შვიდგზის ლოცვების მიხედვითაც ირეკება უწმინდესის ლოცვა კუთხევით დილის 6-დან საღამოს 12-ის ჩათვლით. დიახ, და საპატრიარქო გუნდი უნდა ვახსენოთ კიდევ აუცილებლად, რომელიც სპეციალურად სამებისთვის შეიქმნა. თავიდან ბუნებრივია ჯერ კიდე სიონში მიმდინარეობდა, მსახურებოდა სიონში დაიწყეს აი სიმონის და გიორგი დონეცის ხელმძღვანელობით, მაგრამ ეს გუნდი ჩვენ ამაზე გვისაუბრია და სიმონსაც და გიორგისაც რომ შეიქმნა, როცა უკვე მოიაზრებოდა რომ ძალიან მალე სამებაში გაიხსნება საკათედრო ტაძარი, სწორედ სამების, ასეც ქვია, სამების საპატრიარქო გუნდი, რომელმაც ცხადია იმ პერიოდში განვითარდა დღეს არის ძალიან მაღალი დონის. ნამდვილად უმაღლესი დონის გუნდია, როგორც ხელმძღვანელების, ასევე შემსრულებლების ძალობით და მეც მქონდა საშუალება რომ ვახტი მათ რამდენიმე მოგზაურობაში და ნამდვილად ძალიან საამაყო რომში სიქსის კაპელაში და ძალიან კარგია რომ აი ესეთი მაღალი დონის გუნდი უკავშირდება პატრიარქს, უკავშირდება ეკლესიას, უკავშირდება სამების ტაძარს. ერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც ესეთი პირველი ნიჩბის ამოღებიდან დღევანდელ დღემდე ამ ტაძარში მსახურობს და ამ ტაძრის მიმართ იმედი აქვს და თუნდაც ერთი პატარა აგური დადო, იმიტომ რომ ნებისმიერ თითოეულ დეტალი ამ ტაძრისა მართლა სიყვარულით კეთდება და მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევი და ეს გაგრძელდება ღვთისშეწინებით და ეს ტაძარი მთლიან კომპლექსი კიდევ უფრო დამშვენდება და გალამაზდება. მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს პირველ რიგში 20 წლის თავის სამების გახსნიდან, ყოველწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის გახსნიდან, ასევე მამა ილიას მივულოცოთ ნარსიძეს და ყველა სახურს, ვინც მსახურობს სამების საპატრიარქო ტაძარში და სრულიად საქართველოს. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ავტოპორტრეტი, ხომ, როგორც უწოდა ჩვენმა პატრიარქმა და კიდევ ერთხელ რომ ბრძანოთ, როგორ აღინიშნება ეს თარიღი. და ამით დავასრულებთ. გიორგობათ ამ თქვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული და რა თქმა უნდა იქნება ძალიან საზეიმო, ასევე მისი უწმინდესობის ნათლებს შეემატება კიდევ ასეულობით. ნათლული ამ დღეს და მთელი დღის განმავლობაში ესეთი ის იქნება. დიდი სადღესასწაულო აღნიშნული ღონისძიება. ორმაგი დღესასწაულია, ცხადია, გიორგო როგორც თქვი და ტაძრის დღესასწაული, ტაძრის დღესასწაულია, ასევე სიხარული, საყოველთაო სიხარული გახდა, ხო, როცა საყოველთაო ნათლობა, პატრიარქი მიბრძანდება, ლოცავს ნათლულებს, დიდი სიხარულია, ასობით ადამიანი ემატება კიდე ქრისტიანობას და ძალიან სასიხარულოა და ცხადია, ჩვენ აქ მნიშვნელოვანი ასპექტები გამოვყავით, მაგრამ ძალიან დიდი რიცხვი იმ ადამიანებისა, ვინც არის მონაწილე სამების ამშენებლობის არქიტექტორები, შემოწირველები, მხატვრელები, ძალიან ბევრია ეს და ბუნებრივია ჩვენ არ დურგოყოფა და შეიძლება გამოგჩეს და ცხადია ყველას ერთად ღმერთმა ყველა დაალოცოს და ღმერთმა ყველას შეუწიროს ეს ძალიან დიდი საქმე რაც ჩვენი სამების საკათედრო ტაძარი. დიახ, და ამ თემაზე საუბარს რა თქმა უნდა ხვალაც გავაგრძელებთ გადაცემაში და უკვე არქიტექტორებთან და სხვა ადამიანებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, ვინც ძალიან დიდი როლი და ვინც დიდი წვლილი გასწია სწორედ ყოველწმინდა სამების ტაძრის აღშენებაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მთავრანგელოზობას გილოცავ და გილოცავ ტაძრის დღესასწაულს საუბრობთ. ჩვენ შევახსენებთ მსმენელს ყოველწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი ივანე მჭედლიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას, შვიდგზის ლოცვა მოვისმინოთ, ლოცვა 9-ზე და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Svidauda
გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო თემით. რამდენიმე დღის წინ დავუბრუნდით ჩვენ თავისუფალი თეატრი იტალიიდან. მანამდე გქონდა საუბარი ეთერში, რომ ესეთი უნიკალური პროექტი დაარსდა, დაფუძნდა ბარიში, ქალაქ ბარიში, სადაც ესეთი ქართული კულტურული ცენტრი დავარქვით ჩვენ, სადაც თვეში ერთხელ გამოვარდა სპექტაკლებს და თვეში ერთხელ ესეთი გეგმა და ესეთი იდეა იქვე გაჩნდა, რომ გარდა ბარისა იტალიის რამდენიმე ქალაქში ვიმოგზაურებთ ხოლმე. ჩვენ 14 ნოემბერს გქონდა ბარის სპექტაკლი და შემდგომ მამა ივანე ხელაიას მიწვევით, რომელიც ზანდება რომში ქართული სამრევლოს წინამძღვარი, გამოვარდეთ სპექტაკლი რომში. ეს იყო ძალიან დიდი ემოცია და სიხარული, ორივე ქალაქში ცხადია, მაგრამ ბარიში მანამდე დავდიოდით, აქვე მინდა უთხრა დიდი მადლობა, ვინც ორგანიზებას უწევს ბარიში ამ ჩვენს გასტროლებს და მაყურებელს და რომში მამა ივანეს, ანასტასიას, არაჩვეულებრივ ადამიანს, ვინც დამხმარე იყო მამა ივანესი და მაყურებელს, რომელიც საოცარი ემოციით მოვიდნენ. ეს უნდა ვთქვა, რომ იქ არის ერთი დღე, ორი დღეა სულ დასვენების კვირაში და ძალიან რთულია, რომ გადადო ყველა საქმე და მოხვიდე და ემიგრანტებისთვის. მოკლედ მე მინდა ჩემი ემოცია გამოვხატო მადლიერებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გასტროლი და ვნახოთ სიუჟეტი, შევეცადე აგვესახა თუ როგორ ჩაიარა ამ გასტროლმა იტალიაში. ეს იყო სპექტაკლი მიყვარხარ, რომელიც არაერთ სცენაზე გვითამაშია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აი ეს ემოცია რაც იყო ამ ხალხთან შეხვედრა, ერთ-ერთი ფესტივალი და ერთ-ერთი სხვაქვეყანა ვერ შეედრებოდა და ნახოთ სიუჟეტი იტალიის მიერ ჩვენს, ესე იგი, ჩვენს გასტროლზე იტალიაში. ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი მიყვარხარ. თავისუფალი თეატრის დასმა მრავალ საერთაშორისო სცენაზე ითამაშა. თეატრის საკულტო სპექტაკლი, რომელიც უკვე 14 წელია ანშლაგით მიმდინარეობს, დასმა ამჯერად იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის წარმოადგინა. ყველანი უნდა გამოცხადებინო. კომისარია ჩიომხრა. გუშინ ზონი მოყვანო დასგაგებები. მოიშრიკი გამანებები, მაგრამ მე როგორ გავანებო? ყველა ჩემი ბიჭი იქ მიდის და მე როგორ დავჭირა? არაც რეზერვისტები გამოცხადნენ და მე რა რეზერვი არა ვარ თუ რა? ნაცნობი და სევდიანი ისტორია უახლესი წარსულიდან მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. წარმოდგენა რომში, რომის ქართული სამრევლოს წინამძღვრის არქიმანდრით ივანე ხელაიას მიწვევით გაიმართა. მანამდე კი 14 ნოემბერს თავისუფალმა თეატრმა სპექტაკლი ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტებისთვის დაფუძნებული პროექტის ფარგლებში წარმოადგინა. ემოცია არის ძალიან დიდი და ორმაგად დიდი ემოცია არის. პირველი ის, რომ მივიღეთ ძალიან დიდი სიამოვნება სტუდიო სპექტაკლიდან, რომელიც იყო სიყვარულზე, გაიხარეს ჩვენმა თანამემამულეებმა. თუ სტრესულ ვითარებაში უწევთ ცხოვრება და მუშაობა და მიეცა საშუალება, რომ დღეს სულიერად დაესვენა და მიიღოთ ეს ძალიან დიდი ემოცია, რაც ვაჩუქა თავისუფალმა თეატრმა. და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ავთო ვარსიმაშვილს თელდას. მათ ეს დღე დიდი ხანი არ დაავიწყებათ. მინდა რომ ესეთი დღეები ხშირად იყოს მათ ცხოვრებაში, რომ მათ ამ სტრესულ ცხოვრებას ცოტა სიფსუბუქე მიეცეთ და მინდა მთელი გული დაულოცო თეატრის დასი და უსულო წარმატებები და უსულო შემოქმედებითი ძალიან ბევრი მიღწევები. პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობის სიტყვებით. ეს სიტყვები ეკუთვნის რომის სამრევლოს და მის მოძღვარს, მის სულიერ მამას, მამა ივანეს, რომლის დამსახურებითაც ჩვენ ახლა ვართ ამ რომში. მანამდე კი ბარიში ქონდა სპექტაკლები, მაგრამ რომში ვართ ახლა და ძალიან დიდი ბედნიერება გვხვდა წილად შევხვედროდით ჩვენს თანამემამულეებს. მათ რო კარგად მიგვიღეს, ტაში დაგვიკრეს, მოგვეფერნენ, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ თვითონ ის რაც ჩვენ მივიღეთ მათგან, ის ემოციები, რაც დარბაზიდან წამოვიდა, ეს არის ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და ბედნიერი ვარ, რომ ეხლა ვარ რომში აი ამ სცენაზე და ვითამაშეთ სპექტაკლი. 5 წელია, რაც ემიგრანტი გავხდი. და ეს იყო მოულოდნელი ჩემი ემიგრანტობა. დავტოვე 2 საბავშვო თეატრი თბილისში. გახდით კარის თეატრის დამფუძნებელი. საოცარი სპექტაკლი წარმოადგენთ დღეს. კიდეც ვიტირეთ, კიდეც ვიხალისეთ, კიდეც ნოსტალგია დაგვემართა,
და მე გეტყოდით რომ აი ძალიან ხშირად ჩამოდით ხოლმე ჩვენთან. შტაბ-ეჭრილებების ქვეშ ვარ, თითქოს საქართველოში ვიყავი და ძალიან გახარებული მაქვს გულით. ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრები იყვნენ ახლა და ყველა ისეთი ემოციით წავიდა, ისეთი დიდი სიყვარულით ახსილი წავიდა, რომ ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი დღე. მადლობა ამისთვის თქვენ. სპექტაკლი, რომელიც ეხება სასწაულ სიყვარულს, აი ისეთს, რომ გულში მართლა ცეცხლს გაგიჩენთ, ვნახე მეხუთედ თავისუფალი თეატრის დამსახურებით. წამოსული ვარ ემიგრაციაში, ვსწავლობ საპიენცას უნივერსიტეტში და ეს იყო ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული და ფეიერვერკი, რომ თავისუფალი თეატრი, ჩემი პერსონალური საყვარელი თეატრი ჩამოვიდა აქ და ეს წარმოდგენა კიდევ ერთხელ ვნახე. ასე დასრულდა თავისუფალი თეატრის გასტროლი იტალიაში. თეატრი კი აგრძელებს საერთაშორისო სცენებზე მოგზაურობას. მართლაც გამხელა სიხარული მიანიჭეთ იტალიაში მცხოვრებ ქართველებს და ძალიან კარგი დარწმუნებული ვარ და მართლა ძალიან სასიხარულოა ის რომ თვეში ერთხელ ექნებათ ბარიში მცხოვრებ ქართველებს ამ სპექტაკლების ნახვის საშუალება და არა მხოლოდ ბარიში და ამაზე უკვე მოგვიყევი კახა სად როგორ რა გაქვთ გეგმაში რა სპექტაკლებს წაიღებთ თქვა და რა სპექტაკლებით იმოგზაურებთ საერთაშორისო სცენებზე საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის და ჩემთვისაც როგორც გითხარით ჩვენ ბარიში დავფუძდით ასე ვთქვათ ნუ ნახევარად ხოვრობით მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს იტალიაში და სხვა ქალაქებს მივაბავთ ხოლმე. ვფიქრობ ფლორენციასაც, მამა ანდრიასთან უკვე ვიყავით, ალბათ იქნება ახლა ვერ მოხალხდა და სხვა ქალაქებიც მოიაზრებ. კონკრეტულად ახლა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და ამიტომ როცა დავაპირებთ ვიტყვი და მოყვებით, თუმცა მანამდე რამდენიმე დღეში დასი განმგზავრება სალონიკში. გარდა იტალიისა, თეთრი ვარდები ერთ-ერთი ბოლო პრემიერა, გარდა იტალიისა, სხვა ქალაქებში სულცაა ძალიან ქართველები, თუმცა გარდა ამ ასე ვთქვათ ემიგრანტებისთვის სპექტაკლებისთვის გარდა ამისა ფესტივალებია წინ და ამ წელს რამდენიმე გასტროლია და ცხადია იანვრიდან 25 წლიდან განახლდება ისევ აი ამ ჩვენს ქართულ კულტურულ ცენტრში მოგზაურობები და იტალიის ბევრ ქალაქს ვეწევით, თუმცა გარდა ამისა ძალაშია ისე ბუდაპეშტი და ბევრი სხვა ქვეყანა, რომელს დაგეგმილია საერთაშორისო გასტროლები. ახლა ხომ არ მუშაობთ რაიმე ახალ სპექტაკლზე, სადაც ასევე შეხარ დაკავებული. კი, აი ამ ეტაპისთვის ორი პრემიერა იგეგმება, ერთი ბატონი ავტოდგამს ცნობილი ფილმის სტალკერის მიხედვით ქართულ ვერსიას და ბატონი გიორგი სიხარულიძე ბულგაკოვის ცნობილ ნაწარმოებს ზაღლის გული, სადაც მეც ვთამაშობ, ძალიან საინტერესო ვერსია იქნება ადაპტირებული და ინსცენირებული ნინე საძღობელაშვილის მიერ. და მოკლედ სულ მალე ორი პრემიერა ელოდება ჩვენ თეატრის მაყურებელს. ძალიან კარგი წარმატებები. აქ მოდი თავისუფალ თეატრის იქით, ანუ ხვალიდან უბრალოდ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ზურა გეწაძემ დადგა სპექტაკლი. მეც ვთამაშობ ამ სპექტაკლში ბასჭანიკაშვილის პიესა, არაჩვეულებრივ სტუდენტებთან ერთად. ესეთია მშვიდობით თემურ და მოკლედ 22 ნოემბრიდან ველოდებით მაყურებელს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენას. წარმატებას გისურვებთ ჩვენს თავისუფალ თეატრს, რუსთაველის თეატრს და ზოგადად ქართულ თეატრს. და ვიდეო რგოლი გვაქვს ახლა ჩვენ ეთერში და შემდგომ უკვე დავბრუნდებით სტუმართან ერთად. დროებით.
შავი შაშვი ჩიო და ასე ჰქვია მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელზეც რეჟისორი გიორგი ჭუმპურიძე მუშაობს და იგი ეძღვნება ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა რეჟისორი ბატონი გიორგი ჭუმპურიძე. მოგესალმებით ბატონი გიორგი. ფილმშვიდობისა, სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მადლობა თქვენ მოგბრძანებისთვის და მთავარანგელოზობას გილოცავთ ასევე. ასევე გილოცავთ რავალს და ეს არის მადლობა. თქვენ მუშაობთ ფილმზე, რომელიც ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ეძღვნება. ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა ბატონი ანზორის ზღვაწლზე, ქართული კულტურის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე და აი თქვენი ფილმი რითი იქნება ამ ხრივ გამორჩეული, რაც შეიტყობს მაყურებელი ახალს ბატონი ანზორის შესახებ, ეს რომ გითხრათ, რა ეტაპზე ხართ ახლა მუშაობის, ასევე ისიც ვუთხრათ მაყურებელს, რომ შავი შაშვი ჩიო და ასეთი სახელწოდებით თავად ბატონ ანზორს აქვს გამოცემული წიგნი, სადაც ყვება თავის წინაპრებზე და ალბათ ინსპირაცია სახელწოდებისა სწორედ აქედან იყო. მართალი ბრძანდებით, სრულიად შემთხვევით ჩამივარდა წლების წინ ეს პატარა თხელი წიგნი, რომელიც ეძღვნება არტემ ერქომაიშვილს, ბაბუას, დიდ არტემ ერქომაიშვილს და ძალიან თბილად და კეთილად იხსენებს ბატონი ანზორი ბაბუას და სწორედ აი იმ პერიოდიდან მინდოდა უკვე რაღაც პატარა ანიმაციური ფილმის გაკეთება მინდოდა ამის მიხედვით და შემდეგ გავიდა წლები როგორც ხდება ხოლმე რაღაც გადაიდო და შემდეგ უკვე აი რაღაცნაირად ისე მომწიფდა ბატონი ანზორის გარდაცვალების შემდეგ რომ მომინდა უკვე არა მარტო ანიმაციური არამედ ცოტა მხატვრული სრული ასე ვთქვათ ფილმის გაკეთება და დავიწყე სცენარზე მუშაობა და რაღაცნაირად შემოვიდა უკვე ბევრი თემა, ბევრი საინტერესო მომენტები და ანიმაცია დარჩა მხოლოდ ჩაშვი. დანარჩენი უკვე მხატვრული და თქვენ მართალი ბრძანდებით, ძალიან ბევრი რამეა ინტერვიუები, ფილმები, უამრავი მოგონებები ბატონ ანზორზე, მაგრამ მხატვრული არ არის ეგეთი ასე ვთქვათ ფილმი როგორც ესეთი. და საერთოდ ჩვენი კინემატოგრაფია განიცდის ჩემი აზრით აი ამ სიმწირეს, რომ ბიოგრაფიული ფილმები ნაკლებად არის. და სწორედ მე ვფიქრობ, ასეთი ადამიანები, როგორც ბატონი ანზორი იყო, უნდა იყოს არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ბიოგრაფიული ფილმები და საერთოდ ჩვენი დიდ წინაპრებზე და დიდ ადამიანებზე ბიოგრაფიული ფილმი, იმიტომ რომ მათ არაჩვეულებრივი ბიოგრაფია ჰქონდათ დამეთანხმებით და თითოეული მათგანის ცხოვრება იმდენად საინტერესოა და იმდენად თან კინოენით არის შესაძლებელი მოყვე, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ნიშაც უნდა შეივსოს. თქვენ ძალიან რომ ესკრება მხატვრული ფილმი, ანუ თავიდან ანიმაციის იდეა გადაიზარდა მხატვრულ დოკუმენტურია თუ კონკრეტულად მხატვრულია. აი ბატონ ანზორს განასახიერებს ვინმე ყავთ პერსონაჟი ანზორ ერქომაიშვილი? დიახ. ანზორის როლში გვყავს ძალიან მაგარი ადამიანი, პროფესიონალი, მომღერალი და ასევე აღმოჩნდა რომ პროფესიონალი მსახიობი მიშო ჯავახიშვილი. რა საინტერესოა. დიახ და არტემის როლში ასევე ძალიან საინტერესო ადამიანი და ყველასთვის ცნობილი, რომელიც სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა ჩვენ ფილმში რომ მიიღოს მონაწილეობა ირაკლი კავსაძე. აი ეს ორი გმირი და იქ კიდე პატარა ანზორი, რომელიც არის დაახლოებით 6-7 წლის, ეს ადამიანები არიან ძირითადი ბირთვი, ვინც ამ ფილმში მონაწილეობენ. იქ არიან კიდე გურიაში გადაღებას ვერ ასწრებოდი ცხადია. კი, გადაღებები გქონდა, ძალიან საინტერესო და ალბათ დარწმუნებულება. საოცარი ხალხი. გურული კოლორიტით და იუმორით. სასწაული ადამიანი, საოცრება არის, რა ვიცი. ბატონი ტრისტან სიხარულიძე, ლევან ნინიძე, რა ვიცი, ძველი დიდებული გვარდია და გამოდის ერთგვარი მუსიკალურ ანიმაციური მხატვრული ფილმი რა. ახლა რა ეტაპზე ხართ, თქვათ, აი გადაღებები მიმდინარეობს, მონტაჟის პროცესია უკვე დაწყებული? გადაღებები მიმდინარეობს, უკვე მე-4 ეპიზოდი გადავიღეთ. დღესაც გრძელდება და სავარაუდოდ აი ამ თვის ბოლომდე მორჩებით გადაღებებს და შემდეგ იქნება უკვე მონტაჟის და ანიმაციის და ასე შემდეგ პერიოდი. ძალიან საინტერესო იქნებოდა თავად მიშოსთან გასაუბრებად, თქვათ, აი რამდენად რთული არის და საპასუხისმგებლო, აი ბატონი ანზორის როლის განსახიერება. მიუხედავად იმისა, რომ პირადად იცნობდა, როგორც ვიცით და ძალიან ბევრი აკავშირებს ბატონ ანზორთან, როგორც პიროვნულად, ასევე შემოქმედებით. გასაკვირველია, ძალიან საპასუხისმგებლოა და ნუ თავისთავად ღელავს კიდევაც რაღაცა თავის ისენი აქვს მომენტები, მაგრამ
ამომდინარე იქიდან რომ აი ბავშვობიდან შეიძლება ითქვას რომ ბატონმა ანზორმა გაზარდა და ბავშვობიდან იცის მისი ასე ვთქვათ ხასიათი, ნუ სიმღერა ხო თავისთავად ესე ბოლომდე შეისწავლა და ფიქრობ რაღაცნაირად ორგანულად ჩაждდა რა, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გამომეორდები რომ აქვს აი ეს ასე ვთქვათ ტერმინი რო ვიხმარო, დაჭერილი აქვს ის მომენტი, როდესაც ანზორი უშუალოდ კონტაქტში იყო მიშოსთან და იცის როგორ უნდა გააკეთოს ესა თუ ის მომენტი, ასე რომ გამომივიძათ სწორად რომ ბატონი ირაკლი კავსაძე ამერიკაში მოღვაწეობს სპეციალურად ჩამოდის გადაღებებისთვის. დიახ, ეხლა დაბრუნდა ამერიკიდან აი ამ პროექტის გამო და იქნება ჩვენთან ერთად სანამ ასე ვთქვათ საჭირო იქნება მისი აქ ყოფნა, შემდეგ ალბათ ისევ გაემგზავრება და რავი, აქედან დიდი მადლობა მინდა მას უთხრა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან გვერდში გვიდგას და ნუ საოცარი ენთუზიაზმით და სიყვარულით აკეთებს აი ამ ყოველივეს და შეიძლება გითხრათ რომ აი ერთი არის არტემ ერქომაიშვილის პერსონაჟთან რა, აი ძალიან საოცარი მსგავსება. ძალიან კარგია. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც ყველა მიცის, ყველას გაუგია და მისი ღვაწლი იცის რასთავარია ყველა. თითქოს, მაგრამ მე მგონია რომ მაინც ბატონი ანზორი იმხელა და ისეთი ამაგია ქვეყნის და ჩვენი კულტურის წინაშე რომ მასზე ბევრი საუბარი შეიძლება. თუ არის ესეთი ფრაგმენტები და თუ ჩვენ ველოდოთ ფილმიდან რომ შეიძლება რაღაც ახალი შევეწყოთ, თუნდაც მინიმალური, თუნდაც რაღაც მის ცხოვრებისეულ, მის ბუნებაზე, მის ხასიათზე, რაც შეიძლება მანამდე არ ვიცოდით. ნუ თუნდაც ის არის ახალი რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ ბატონი ანზორი გარდა იმისა რომ უდიდესი ფოლკლორისტი იყო და ლოტბარი და ნუ საოცარი დამფასებელი ამ ყოველივისი მას საკუთარი სიმღერებიც ჰქონდა, საკუთარი და ბევრი მარც რომ ისია და გონიათ ხალხური. აი დიახ, ზუსტად აი მაგალითად თურფა იყავი მაგალითად. ყველას რაღაც გონია კი ბატონო ხალხი. თუ ასე თურფა იყავი მაგალითად. ხარება და გოგია კი ბატონო. რა ვიცი რომ აი შეიძლება გამორჩეს უცებ რა, უამრავი. ბევრი სიმღერაა მისი. ეს მისივე თავმდაბლობით იყო რომ არ იძახდა რომ მისი იყო. საკვირველია აი ესეთი თავმდაბალი ადამიანი იყო რომ მეო კომპოზიტორს ვერ დავაკეთე. მუსიკას ვარგებ ტექსტო. მუსიკას ვარგებ ტექსტო. როგორია რომ ვარგებ ეგეთ მუსიკას? ხო, თან ესეთ საოცრებას. რომელიც ხალხური ეგონება ხალხს, ისეთი პოპულარულია. და ესეთი თავმდაბალი ადამიანი. უდიდესი მოყვარულებს უნდა ფეხბურთის. ნუ ფეხბურთზე ხო საერთოდ აი გუშინ ბატონ ანზორთან ქონდა სახში გადაღება, ქარბატონმა ლალიმ დაგვითმო თავისი ასე ვთქვათ სივრცე და აი სადაც ის კაბინეტია ცნობილი და მუზეუმი კეთდება ბატონი ანზორის. ნუ იქ ჯერ მარტო ბურთების რაოდენობაა იმდენი რომ გაოცდები და სულ ხელმოწერები დიდი ფეხბურთელების და ნუ დინამოს 1960 ნუ საქართველოს ალბათ დინამოს თავის დროზე დინამოდან დაწყებული რა ვიცი ყველა ხელმოწერებია უამრავი და უძველესი აი 64 წელი აწერია და რაღაც გაოცებული მარტო მოყვარული კი არა მეც ამდენ ისინი მწოდნე საოცარი შეგეძლო რომ თალკე გელაპარაკო დიდ სპორტსმენთან კი და უყვარდა ძალიან უყვარდა სპორტი ნუ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო შეიძლება ითქვას და რაღაც კონკრეტული ალბათ ეხლა ერთ ფილმში სრულიად ჩაატირდა კონკრეტული მომენტები იქნება მისი ცხოვრების ხო ალბათ სამწუხაროდ მოკლე ვერსიაში ჩვენ ვერ ჩავატევთ უამრავი თემა მაგრამ განზრახული გვაქვს ნუ ღმერთის წყალობით და დღეს თავარანგელოზობა კიდევ ერთხელ შევთხო რომ იქნება გაგრძელდეს და სრულმეტრაჟიანი ფილმი თან მით უმეტეს სცენარი უკვე მზად გვაქვს არაჩვეულებრივ ნამდვილად ეკუთვნის ბატონს ნამდვილად 90 წუთი გვაქვს უკვე მზად და ღვთისწყალობით იმედია გამოვა ეს ნამდვილად ეკუთვნის ანუ თქვენ საუბრობთ უკვე ახალ ფილმზე აი ამის შემდეგ უკვე გაგრძელებას გავაკეთებ ჩვენ უკვე ისე ვიღებ რომ მინდა რომ ადვილად მიებას შემდეგ მეორე ნაწილი კი ბატონო და ასე ვთქვათ მაგ მიმართულებითაც გვაქვს იდეები და იმედებიც რაშიო და შავი შაშვი ანუ თვითონ ბატონი შაშვი არის პერსონაჟი შეიძლება ითქვას რომელიც პირდაპირ კონტაქტზეა სულ ბატონ აზორთან
ესაუბრება სულ რაღაც განწყობაზე და სულ რაღაც ბავშვობას ახსენებს, გურიას ახსენებს, ბაბუას ახსენებს, ანუ სიმბოლოა თითქოს აი ამ ბაბუას შვილიშვილის ურთიერთობის, რომელიც ყოველდღიურობაში აი ამ დამქანცველ სამყაროში შემოდის რაღაც ხალხის პერსონაჟი და გადაყავს ბატონი ანზორი იმ კეთილ რაღაც საოცარ გარემოში, როდესაც ბაბუა პირველ ხმას ასწავლიდა რაღაც მეორე ხმას და რაღაც აი ეს გარემო ადესა იყო მოყოლილი აქვს თვითონ იზაბელა და ასწავლიდა ხმებს აი წარმოიდგენ რა პერიოდი იყო მართლა ალბათ ფილმის მუსიკალურად შეკვრა არის კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ფილმი რომ ანზორ ერქომებს ეხება მუსიკაზე რა როლი აქვს ხვდებით რა საკვირველია ფილმი ბევრი მუსიკაა ბევრი სიმღერაა და ასევე გაფორმებაც და ესეც მიშოს მივანდეთ ეს საქმე, იმიტომ რომ მასზე უკეთესად ალბათ ვერავინ გააკეთებდა და ვფიქრობ ამ ხრივად საინტერესო უნდა გამოვიდეს. როდისთვის გეკმავთ? დამასწარი, ჩემ გულში იწიქი. როდის უნდა ველოდოთ დაახლოებით მესმის დღეს სტულია თარიღი, მაგრამ დაახლოებით რა პერიოდი? მომავალი წლის აი რა პერიოდი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ვეცდებით რომ მალე ყოველი შემთხვევისთვის ძალიან არ გავწელავთ ასე ვთქვა. დარწმუნებული ვარ რომ როგორც კი გაიგებს საზოგადოება ამ ფილმზე, დიდი ინტერესი იქნება ნახონ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახით ალბათ აი არა მხოლოდ ჩვენი დროის, ზოგადად ქართული კულტურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ მოღვაწეს ბატონ ანზორს ეხება ფილმი, ადამიანს რომელსაც წარმოუდგენელი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ფოლკლორის წინაშე. მადლობა მას ცხადია და ესეთ ერთგვარი მადლიერების გამოხატულება ეს ფილმი და ძალიან ელოდება მაყურებელი ამ ფილმს. ძალიან ნერვიულობ, ჯერჯერობით ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია ეს, იმიტომ რომ ეს არ არის პატარა თემა და მადლობა მის სულს და ქალბატონ ლალის ასევე რომელიც მეუღლეს რომელიც ძალიან გვერდში მიდგას ყველანაირად და გულშემატკივრობს. უგუნესი მადლობა თქვენ წარმატებას გისურვებთ და უკვე პრემიერის შემდგომ წინ ვისაუბროთ ამ ფილმზე. აუცილებლად. რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე იყო გადაცემის სტუმარი. რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით და გოგულოთ.
დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას. საბავშვო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი ოქროს პეპელა იწყება. თემაზე სასაუბრო ჩემოგვერთა სტუმარი ფესტივალის დამფუძნებელი რეჟისორი ირაკლი ჯავაშვილი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მთავარ ანგელოზობა, მთელ საქართველოს მინდა მიულოცოთ და მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ ყოფილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ტელევიზიის მსოფლიო დღე. კი ბატონო, გილოცავთ და ულოცავთ ყველა ადამიანს, ვინც ემსახურება ტელევიზიას. ფილოსოფიის დღე. ყველა ფილოსოფოს მიულოცოთ და ფილოსოფიით დაინტერესებულს. მთავარ ანგელოზობას გილოცავთ ჩვენს ბატონო ირაკლი, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მე-14 ტარდება უკვე ფესტივალი და სხვათა შორის მე ვიხსენებდი პირველად როდის გავიგე ამ ფესტივალის შესახებ. ჩვენი თანამშრომელი მაშინ დაახლოებით 10 წლის წინ ავთო გვასალია იღებდა ფესტივალ ოქროს პეპელაში მონაწილეობას და პატარა ბავშვი იყო. პატარა ბავშვი იყო მაშინ, დღეს არის რუსთავის ვარსკვლავი უკვე და სწორედ აი მან დაგვაკავშირა თქვენთან, ძალიან კარგად მახსოვს. მოგვიყევით წლევანდელი ფესტივალი რითი იქნება გამორჩეული და ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ იქნება ჟიური, ყველაფერი გვაინტერესებს. კი ბატონო, დავიწყოთ. ავთოს მოვიკითხავ, მართლა ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში და პროფესიონალად ჩამოყალიბდა და თვალს ვადევნებ მის გზასაც, პროფესიონალურ გზას ტელევიზიაში და მახარებს ეს ყველაფერი ძალიან. იმ დროსაც თავი გამოიჩინა ძალიან, მაგრამ გული მწყდება რომ ნომინაცია ოქროს პეპელა არ აქვს აღებული. მაგრამ არაუშავს. ამას არ აქვს ბავშვებო თავარი მნიშვნელობა. მონაწილეობა უკვე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი არის მონაწილეობა და თავარია რას გადაიღებთ, რა აზრი იქნება ჩადებული თქვენს ფილმში, რა ფორმით მოიტანთ ამას. ამაზე იმსჯელებს მე ჟიური, პროფესიონალები და ამის შემდეგ უფრო მეც გააკეთებთ, როდესაც მეც გაიგებთ. საერთოდ ჩვენი ფესტივალი უფრო შემეცნებითი ხასიათის ფესტივალია, სადაც ძალიან ბევრი ვორქშოპი ტარდება, უფრო მეტად ვითარდებიან ბავშვები და მეც სწავლობენ და მომდევნო წელს რომ მოდიან უფრო უკეთესი ნამუშევრები მოაქვს და ეს რა თქმა უნდა ეს არის მთავარი მიზანი რომ ჩვენ გავზარდოთ უფრო მეტი უკეთესი კინო ხელოვანი და ბატონო ირაკლი, თქვენ ბრძანეთ ამით დავიწყით ჩვენ რომ არ არის აუცილებელი და არ არის თავარი პეპელა, ოქროს პეპელა, თავარია რას გადაიღებთ, რას მიიღებთ ყურადღებას. აი, რა სექცია, ერთგვარი რჩევა რომ ისცეთ, მათთვისაც უნდა გადაღებო და რა სექცია ყურადღება, რა უნდა მიაქციონ, რა არის მნიშვნელოვანი. ცხადია, როცა ჩვენ საუბრობთ რეჟისურაზე, ფილმზე, ყოველთვის მნიშვნელოვანია ხედვა, რა აინტერესებს და როგორ გადმოგცათ, ხო და აი რას მიაქციონ ყურადღება. ხედვა არის კახა ინდივიდუალური, რა თქმა უნდა. და ყველას აქვს თავისი მოსაზრება, თავისი სათქმელი, რა თქმა უნდა და აი როგორ მოიტანს ბავშვი ამას, ეს არის ყველაზე მთავარი, ხო? მაგრამ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბავშვები ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან, რომ იცით რა, მას ესე მომართავე და მას 7 წუთში ვერ ვეტევით. ხო და სულ მეუბნები, რომ შეიძლება არც არის ეს შინაარსი, რაც არის 7 წუთიანი. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ გამოაგზავნეთ ფილმი და მე მოგცემს შეფერს და ნამდვილად მე მოდიან ბავშვები კონსულტაციას უწევთ რა თქმა უნდა ვინც ესე ინდივიდუალურად მომართავს ხოლმე და ამ ფილმს ისე დავიყვანთ 3 წუთზე ზოგჯერ 2 წუთზე რომ უკვირთვით ხო? თვითონაც უკვირთ ხო და ხვდებიან რომ ო მართალი ყოფილხართ და მე წუთში კი არა თუმცა 2 წუთში ეტევა. თუმცა შეიძლება 1 წუთში ჩაეტიოს ის იდეა რაც მათ გონიათ რომ რაც უფრო დიდი იქნება უკეთესია. არა რა თქმა უნდა და ხვდებიან და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომ მომავალში უფრო კარგად დახვეწენ თავიანთ თვითშემოქმედება დავარქვათ ესე. 7 წუთი არის ლიმიტი ასე ვთქვათ, ან ნაკლები. 7 წუთამდე უნდა იყოს ეს ყველაფერი. ჩვენთან ესე შეიძლება მოიტანო როგორც ანიმაციური, ასევე დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმი და წელს პირველად გადავწყვიტეთ რომ პროგრამაში ჩავრთოთ ესეთი რომ ბავშვმა მოკლე ფილმები ვერტიკალური ასე ვთქვათ ფორმის ვიდეოების ხშირად იღებენ ახლა მობილურით და ნუ ეგრეთ წოდებულ TikTok ვიდეოს რომ არქივებენ ძალიან მასობრივია და მომრავლდა ეს ყველაფერი და ჩვენი მიზანიც არის რომ მასობრიობა იყოს და შევეცადეთ რომ ეს ასეთი ტიპის ფორმის ვიდეოების კონკურსშიც მიიღონ ბავშვებმა მონაწილეობა და გვაქვს უკვე რამდენიმე საინტერესო ვიდეო და ნახოთ რა ვის მიანიჭებს ჟიური უპირატესობას 20 წლამდე ახალგაზრდები იღებენ ხო მონაწილეობას. აი წლევანდელ ფესტივალზე სიახლე თუ გაქვთ მონაწილეთა თვალსაზრისით, ვინმე ისეთი თქვათ, აი ვიცი რომ აი კონკრეტულ სკოლაზე არის საუბარი და თქვენ რომ ბრძანოთ, დიახ. ხო, ახლა გეოგრაფიას შეეხება საქართველოსთან იმერეთი აქტიურობს წელს განსაკუთრებით ონი, სამეგრელო ფოთი და კიდე მინდა თბილისი რა თქმა უნდა და თბილისიდან კიდე მნიშვნელოვანია რომ მონაწილეობენ
ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ინკლუზიური განათლების ერთგვარ ცენტრში, 203 საჯარო სკოლა არის თბილისში, სადაც შიშემე მოზარდები, ესმენა დაქვეითებული ბავშვები მონაწილეობენ და წელს ჰქონდა საშუალება მათთან ერთგვარი თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები ჩაგვეტარებინა, ძალიან გვეხმარებოდა კულტურის სამინისტრო წელს და როგორც ამ კუთხით, ასევე ოქროს პეპელას დაფინანსების კუთხით, დიდი მადლობა მათ, დიდი მადლობა აქვე ვიტყვი, რომ მერია მუდმივად აი 14 წელია გვერდი თქვი დგას და გვაფინანსებს, რაც შეუძლიათ და ყურადღებას იჩენენ, დიდი მადლობა მათ და გეტყვით, რომ ეს ბავშვები, რომლებთანაც ჩვენ მოვახერხეთ, რომ ორთვიანი კურსის შემდეგ რამდენიმე ფილმიც კი გადავიღეთ, მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი ნამუშევრებით ამ ფესტივალში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოველ წელს ვცდილობ, რომ ასეთი ბავშვები, რომლებიც თქვათ, ინტეგრირებული არ არიან საზოგადოებასთან, იყვნენ ჩართულები ამ პროექტში და მუდმივად გვყავს ბავშვთა სახლებიდან ბავშვები, ყოფილა შემთხვევა, რომ სასჯელ აღსრულების კუთხით ვინც მოხვდნენ ბავშვები, ესენიც კი რაღაც ფორმით ჩავრთოთ, ქონდა პრეზენტაცია ჩვენი ფესტივალის რამდენიმე წლის წინ და ძალიან კარგი გამოვიდა. ბავშვმა, ერთ-ერთმა ბავშვმა დაწერა სცენარი, რომლის მიხედვითაც ბავშვმა, სხვა ბავშვმა უკვე რომელსაც შეეძლო ამის განხორციელება, გადაიღო და რაღაცა ისეთი ლამაზი ინტეგრაცია გამოვიდა ამ კუთხით. დიახ. რა ნომინაციები ბოდიში გახდა? ნომინაციებზე ნომინაციები ვაკეთებ და როგორც დიდ ფესტივალებშია. საუკეთესო იდეა, სცენარი, რეჟისურა, ოპერატორი, მონტაჟი, მსახიობი გოგონა, მსახიობი ბიჭი. რაც არის ნომინაციები საერთოდ. აბარა, ამასაც ერთგვარი რაღაც ხიბილი ეძლევა. ძალიან ინტერესი, აზარტია ეს ყველაფერი და мотивация მეტია. ძალიან დიდი мотивация და ვცდილობთ, რომ ამ ნომინაციებს გარდა კიდე პატარ-პატარა პრიზები, რომ ვინმე უყურადღებოდ არ დაუჩეს. ძალიან ხო. თუ ხდება ხოლმე ისე პოტენერკლი, რომ აი დავუშვათ სხვა წელს მონაწილე ან გამარჯვებული ისე ვიღებს მონაწილეობას და რატო გიკითხებით ამას? თავარი არის ყოველთვის ზრდა ამ შემთხვევაში. მე-15-ს ვიძახით ჩვენ რომ მე-15 ტარდება და მნიშვნელოვანია მე-14 ბოდიში ვიხდი და მნიშვნელოვანია როგორ განვითარდა, როგორც ფესტივალი, ასევე მონაწილეები, შემოქმედებითა და აზრობრივად. დიახ, აი მესამე წელია მონაწილეობას იღებს ფოთის სახელოვნებო სკოლა, სადაც ასწავლიან ანიმაციას. და ყოველ წელს ჩამოყავთ ბავშვები და ძალიან მახარებს ეს მადლობა ქალბატონ სოფო ქოიავას, რომელიც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და ეთყობათ ამ ბავშვებს, რომ მეტი მონდომებით და მეტი შემოქმედება ჩადეს თავიანთ ნამუშევრებში და ნამუშევრს ეთყობა მოკლედ რა განვითარება თავის შინაარსობრივი მხარით, ვიზუალური მხარით, ანიმირება, რასაც ქვია უკვე. თავი ანიმაციურ ფილმში ახლა მთავარია ანიმირება. კი, რა თქმა უნდა, შინაარსობრივი მხარე, რეჟისურაც, მაგრამ რადგან ანიმაცია მთავარი მაინც ანიმირებაზე ვაკეთებ და ეს ანიმირება უფრო დახვეწილი მოდის, რაც დრო გადის, მაგრამ შეხედეთ რაშია საქმე. ესენი უყურებენ ასევე სხვა უცხოელი ბავშვების მიერ გაკეთებულ ანიმაციებს. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ შეადარონ აი რას აკეთებენ ისინი, რა არიციან ამათმა, რა იციან იმათმა უფრო მეტი, რომ ამ შედარების და ხილვის და გამოცდილების მიღების შემდეგ განავითარონ თავიანთი ფანტაზია მეტად და კიდევ უფრო საინტერესო მოგვიტანონ. წელს ჩვენთან 10 ქვეყანა მონაწილეობს. ეს ქვეყნები ჩვენთან დაკავშირებული არიან, ჩვენ ვართ გაერთიანებული მსოფლიო ასოციაცია არსებობს საბავშვო ფესტივალების და გვაერთიანებს ეს ორგანიზაცია და გაცვლა ხდება ესეთ ფილმების. და მოდის ეს ფილმები, როგორც მხატვრული, როგორც ანიმაციური, ასევე დოკუმენტური. ძალიან საინტერესო არის დოკუმენტური პროგრამა წელს. გვაქვს ესეთი ძალიან საინტერესო ფილმი ხორვატიიდან, ქვია ფერები. და ეს არის შემოდგომა, გაზაფხული, ზაფხული, ზამთარი, ბავშვმა გადაიყო, ეს არის უნიკალური, მე ვთქვი, ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი. ხო, და მე ამას მოყვება რა თქმა უნდა აპლიკაცია, სადაც წერია, ვინ გადაიღო ეს ფილმი, რა ფორმით, რა დროს გადაიღო, ვინ ეხმარებოდა. ესე იგი ჩვენ გვაინტერესებს ბავშვი რამდენად რეალურად არის ჩართული ამ პროცესში და არა ვინმე ხوار. ვინ გეხმარება, ესეც გვიწერია აპლიკაციაში. რამდენად
დაგეხმარა, როგორ დაგეხმარა ეს ადამიანი და ასე შემდეგ, რომ ვიცოდეთ, როგორ შევაფასოთ ეს ნამუშევარი, როგორც სუფთა ბავშვის ნამუშევარი თუ ეს კოლექტიური შემოქმედება. და საერთაშორისო ჟიური აფასებს, ხო? საერთაშორისო ჟიური. ხვალ იწყება ფესტივალი. ხვალ დაიწყება, კი, საერთაშორისო იმდა ყოველთვის ყავს ჟიურში ერთ-ერთი წარმომადგენელი უცხოეთიდან, წელს ეს იქნება მაქს ეპშტეინი, რომელიც ჩვენი ფესტივალის ხშირი სტუმარი გახდა, წელს ვერ მოახერხა ისრაელში მაგახსენებათ მდგომარეობის გამო ჩამოსვლა, მაგრამ ონლაინში აფასებს და გამოგიგზავნეს მის შეფასებებს უახლოეს დღეებში ჩვენი ფესტივალის ასევე ჟიურის წევრები გახლავთ გიორგი კაკაბაძე, რომელიც არის კინოარქივის ხელმძღვანელი, იცნობთ ალბათ. ბატონ გიორგის დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ყველანაირად დაგვეხმარა, რადგანაც წელს ფესტივალი ჩატარდება კინოარქივის კინოთეატრში, 3 დღე მთელი ეს პროცესი მანდ იქნება. ჩვენი სტუმრები იქნებიან ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი ჩვენი ყველასათვის საყვარელი მსახიობი იქნება მასტერკლასი მასთან და ასევე ჩვენ ფესტივალს უძღვნით დოდო აბაშიძის 100 წლის იუბილეს, რაც ეს მნიშვნელოვანი თარიღია წელს ქართულ კინოში და დავაპატიჟეთ მისი ვაჟი, მისი შვილი ბატონი ზაზა. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. ფესტივალის დამფუძნებელი რეჟისორი ირაკლი ჯავშვილი საუბრობდა სტუდიაში. რამდენი მინუტში დავბრუნდებით უკვე მუსიკალური ნაწყვეტით ჩვენ ახალ მომღერლებს, ახალ ანსამბლს გაგაცნობთ დაგვალოთ.
ვაგრძელებთ გადაცემას და წარმოგიდგენთ, ესე იგი, ისეთ საინტერესო ანსამბლს, ახალი ხმები. ასე ქვია, მათ რეპერტუარზე ვისაუბრებთ, რამდენი ხანი არსებობს ეს ანსამბლი და გადაცემის ბოლო ცხადია, უკვე ამ საუბარს სიმღერით შევაჯერეთ, მოგესალმებით. ჩვენ მივესალმებით ანსამბლის წევრებს, ნიკოლოზ ფლაშ და ალექსანდრე მიქელაძეს, დილომშვიდობისა. პირველ რიგში სანამ ჩვენ გადავალთ იმაზე, თუ როგორ ემზადების ახალად, როგორია თქვენი რეპერტუარი, გითხარით, რამდენი ხანი რაც არსებობს ახალი ხმები და იმიტომ რომ კარგი შერჩეული სახელია, ბევრი ვიცით ხმები და საქართველოში ანსამბლები, კვარტეტები, ჯგუფები და თქვენ რაღაც ამ სახელით წარსდგით. და რამდენი ხანი რაც არსებობდა, როგორ შეიკარეთ, როგორ მოძებნეთ ერთმანეთ? დაახლოებით ბოლო 1 წელია, რაც ესე აქტიურად დავიწყეთ, როგორც ანსამბლმა მოღვაწეობა, როგორც ახალმა ხმებმა. მანამდე გარკვეულ სტუდიებში ქონდა მიღებული გამოცდილება და ამ სტუდიებში გავიცანით ერთმანეთიც. ზოგი 7 კაცის სტუდიაში მოღვაწეობდა ზოგიერთი ქართული ხმების სტუდიაში და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც და აი უკვე ბოლო წლებში დაახლოებით აბიტურიენტობის პერიოდში მოგვივიდა აზრად რომ უკვე ჩვენითაც დამოუკიდებლად გამოჩენილი ყავით კი და უკვე ბოლო 1 წელი არის რაც ქალბატონ ტომსა ჯანელიძესთან ერთად ესე შევიკრიბეთ ჩვენ დებიუტი შედგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ჩვენი აქტიური მოღვაწეობა ამ სფეროში. შესანიშნავია. თქვენ აი აღნიშნეთ თქვენმა კოლეგამ და თქვენმა ანსამბლის და ჯგუფის წევრმა რომ ესე იგი ამ სტუდიებში მანამდე თუ ქონათ ან თქვენან რომელიმე საერთოდ აი ბავშვობიდან გამოცდილება განათლება თუ რაღაცა სტუდიებში დაიწყეთ პრინციპში ბავშვობიდან გამოდის მაინც იმიტომ რომ ახალგაზრდები ხართ მაგრამ აი ამ კუთხითაც იცის როგორ არის ანუ ოჯახებში ოჯახური ტრადიციები გრძელდება ტრადიციებიც კი გრძელდება იმიტომ რომ მუსიკალური ასე ვთქვათ ოჯახებიდან მოდივართ შესაბამისად ნუ ბავშვობიდან რაღაცა ეს მიმართულება ძალიან გვიზიდავ და მოგწონდა და ამან რეალურად გამოიწია და ბიძგი მოგცა იმისკენ რომ ვთქვათ სიმღერა დაგვეწყო ჩვენ ერთმანეთი როგორც ნიკამ აღნიშნა გავიცანით შვიდკაცას სტუდიაში ქართულ ხმების სტუდიაში და ასე შემდეგ ზოგს მუსიკალური განათლებაც გვაქვს ვთქვათ 7 წელი და ასე შემდეგ რაც არის კლასიკური განათლების თვალსაზრისით და ნუ შემდგომ უკვე რაღაცა როდესაც მოუწიფთით და ნენელა გავიზარდეთ გადავწყვეტეთ რომ მარტო ასე ვთქვათ გავგრძელებინა და აგერსებენათ ახალი 6 წევრი ხარ დღეს 5 წარსდგები ჩვენ წინაშე ერთ საათად მოკლია არა უშუალოდ არაფერი როგორ არჩევთ რეპერტუარს და უშუალოდ თუ გაქვთ მიმართულებები ვინ იქნება მუსიკალური ხელმძღვანელი და უშუალოდ ვინ მენეჯერი როგორ ხდება ხო იმიტომ რომ ყოველს თავის ფუნქცია უნდა ქონდეს მაგრამ თავარი მაინც ამ შემთხვევაში რეპერტუარია მოდით გავოცნოთ ჩვენ სმენელს და მაყურებელს თქვენი თავი კარგად რა არის მიმართულება საესტრადოა თუ შეიძლება ხალხურიც იყოს და აი როგორია თქვენი ანსამბლის რეპერტუარი ძირითადად რეპერტუარი გვინდა ისეთი იყოს ისეთი სიმღერებით იყოს კომპლექტებული, რომლებიც დიდი ხნის მივიწყებული არის, შეიძლება დიდი ხანი არ შესრულებულა. ჩვენი სახელით აქედან გამომდინარეობს ახალი ხმები, რომ აი თითქოს ის მივიწყებული სიმღერები კი განვაახლოთ, ყოველთვის ახალი შევთავაზოთ მსმენელს, რაც მათთვის მეტად უფრო საინტერესო იქნება. ვერსიაც სხვანაირი შეიძლება იყოს, ეს ვერსიაში. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიმუშაოთ ახალ ვერსიაზე, იმიტომ რომ სიმღერის გაცოცხლება ერთი საკითხია და ვერსიის შექმნა მეორე. სხვადასხვა ელემენტების დამატება მუსიკალური ასე. და თქვენი ვერსიით იყოს. ჩვენი ვერსიით, რა თქმა უნდა, რაღაცა არის კონკრეტული ნაწილები, რაზეც შეგვიძლია რომ მუსიკალურად განვავითაროთ, ასე შემდეგ, ცხადია, რაღაც მუსიკალური ხაზის გაგრძელებით და რაღაცა ჩარჩოებში მოგცევით. ხო, რაც შეეხება ხალხურ რეპერტუარს და საგალობლებს, ანუ არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ რეალურად რადგან
აქტიურად უასრულებთ თქვათ ესტრადის ან ქართული კომპოზიტორების სიმღერებს, არნიშნავს იმას, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ ფოლკლორს და საგალობლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითკაცაში ამის გარეშე ვერ იქნებოდეთ. კი, ნამდვილად და რაღაცა მაკუთხითაც ვცდილობთ, რომ ამ რეპერტუარზე ვიმუშაოთ, რეპეტიციებზე ვცდილობთ, რომ დრო დავუთმოთ, სხვა ფოლკლორის სიმღერის გამეორებას, საგალობლებს და ასე შემდეგ და ვიმედოვნებ, რომ უფრო გავარქმავეთ ამ ხრივაც ჩვენს მუშაობას. ფილარმონიაში შედგაო ჩვენი დებიუტი, აღნიშნეთ და ახალი წელი მოდის, რაიმე გეგმები თუ გაქვთ, საახალწლო რეპერტუარი, ამაზეც რომ გითხრათ და შეგვიძლია შემდგომ უკვე თქვენი სიმღერაც მოვისმინოთ. კი ბატონო, საახალწლოდ გვეგმავთ გარკვეულ აქტივობებში ჩართვას. გადაცემები ასევე გარკვეული კონცერტები იქნება დაგეგმილი საახალწლოდ და დიდი ალბათობით გვიხილავს ჩვენი მსმენელი. გარკვეულ სიმღერებზე მუშაობთ, ამას მაინც სურპრიზად დავტოვებთ ჩვენი მსმენელისთვის. საახალწლო დღეებში მოვისმენთ. კი ბატონო და აქტიურად მუშაობთ თემატურ სიმღერებზე, რაც შეიძლება მსმენელს წარუდგინოთ საახალწლოდ. კი ბატონო, მაშინ თემატურად დღეს დილას რა შეგვისრულებთ და რას მოისმენთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. ეს არის ჩვენი ახალი სიმღერა ოდა თბილის, რომელიც ძალიან დიდი ხანი არის არ გაჟღერებული, ამიტომ რომ ამას ღეროდნენ დიდი ქართული ხმები და ფაქტობრივად მას შემდეგ არავის არ უმღერია და ჩვენ როგორც უკვე გითხარით, განვაახლეთ და ასე ვთქვათ, პატარა ვერსია გვაქვს ჩვენი ინტერპრეტაცია და შესრულების მანერის კუთხით და ამ ახალ სიმღერას შემოგთავაზებთ, რომელიც ვფიქრობ, მაშინვე დაგაჯილდოვებთ მიკროფონებით. გადაინაცვლეთ სცენაზე. σας გელოდებათ ასევე თქვენი და წევრი. თბილისზე ოდით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, აქვე დაამშვიდობოში ელისაბედ მაყურებელს და მადლობა გადაუხადოთ ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ გელოცავთ თავარანგელოზობას, ელისაბედ აბულოძე და კახამნიკ ეშვილი თქვენთვის მუშაობთ. ბედნიერად საუკეთესო სრულებით გემშვიდობებით. ოდა თბილისს, ახალი ხმები. მემამშვიდებ შენი გაზაფხულის ხილვა ამზის ოქროსფერი მოსდები აქალაც კვირის ლოცვები და შენზე სულის წირვა არ მოაკლოს ღმერთა ისანსა და კალას არ მოგვაკლოს ღმერთა მოფერება შენი რაც შევწოდეთ ალბათ გვაპატიებს შვილებს მაღალია ეს ცაცა პირუზისფერი პირუზისფერი დიდ სიყვარულს იტევს დრო რამდენი გასულა ჩემი თბილის ქალაქი ჩემი მინდვრის ყვავილი ჩემი სოლოვაკი და ჩემი ვერის უბანი რუსთაველზე ფერები მაგვანილი სტუმარი ფერებით აშოლდილი ჯადრები ყოჩი ვარდები ნელანის ფერიალები საგანგებოდ მორთული ფეხმაღალი ქალები მიდის წუთი სოფელი დარჩენილი წამები მემამშვიდებ შენი გაზაფხულის ხილვა ამზის ოქროსფერი მოსდები აქალაც კვირის ლოცვები და შენზე სულის წირვა არ მოაკლოს ღმერთმა ისანსა და გალას დრო რამდენი გასულ